მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე. მოგესალმებით, მამაო, დაგლოცეთ. დიდი მადლობა, დაგლოცოთ, მოგესალმებით. დღეს პირველი გადაცემა უწმინდესის შემდეგ და ის სევდა, რომელიც ამან მოიტანა, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მისი მოღვაწეობის დასრულება, მიწიერი მოღვაწეობის დასრულება ძალიან სევდიანი აღმოჩნდა ჩვენთვის, ქართველთათვის და მე არ ვიყავი საქართველოში, მამაო, და როდესაც იქიდან უყურებდი ამ კადრებს, ეს იყო უკუგება პატივის და თითქოს უკავშირი, რაც დაამყარდა ერისგან უწმინდესისადმი. ის დუმილი, ის როდუნება, ის დგომა ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, მათ შორის ისეთებმა, რომლებსაც შეეძლოთ შესვლა ტაძარში მანამდეც, რომ 5-6 საათი ვიდექ რიგში, მდუმარეთ, ჩუმად, ოჯახთან ერთად და ეს თითქოს მართლაც მისი რაღაცნაირი ავტოპორტრეტი იყო. ბევრი რამე შეიძლება და გვესწავლა ამ ადამიანისგან, მაგრამ დუმილი, მოსმენა, დათმენა, ალბათ ამაზე უკეთესი მაგალითი ადამიანს არ შეიძლებოდა რომ ქონოდა. დიახ, დღეს ჩვენ შევედით ახალ ეპოქაში და აქედან გამომდინარე ალბათ ბევრი რამე შეიცვლება. მე მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ უწმინდესზე, მის ღვაწლზე და იმ მომავალ აღდგომაზე, რომელიც აი დაახლოებით ერთ კვირაში იქნება. დიახ, ესე იგი აი სწორი ხართ, ისეთი ამბის მომსწრე გავხდით ჩვენ ქართველები, რომ ესეთი რამ არა მარტო საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა. ესე იგი დაიდო გამოჩენილ ადამიანთა დასაფლავების დროს სად ვინ რამდენი ადამიანი მივიდა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში პატრიარქის დასაფლავებაზე მივიდა პროცენტულად ყველაზე ბევრი. ესე იგი 3,5 მილიონი ერიდან 1,5 მილიონი გავიდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სხვა ერის წარმომადგენლები, თქვათ აზერბაიჯანელები, სომხები, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ ყოველთვის პატრიარქს, ნუ მაინც ისეთი რაოდენობით ვერ ჩამოვიდოდნენ, მოვიდოდნენ, ესე იგი 2,5 მილიონი ქართველები და 1,5 მილიონი მოვიდა დასაფლავებას. და ეს აღმოჩნდა, ესე იგი სენსაცია, ნუ ჩამოთვლილია რომის პაპი იოანე პავლესთან მივიდა 4 მილიონი, რომელიც მხოლოდ 17%-ია იტალიის თუ უფრო ნაკლები და ასე შემდეგ ჩამოთვლილია. ესე ყველაზე ეს რაღაც საოცრება მოხდა. რა არის, რა მოვლენა დავიწყე აგიოგრაფიაში, აი სადაც წმინდანების დასაფლავებაზე ბევრი ხალხი გამოდიან, აი ამ ადგილების კითხვა და ივანე ოქროპირის დიდი ცხოვრება აღწერა არაჩვეულებრივმა აგიოგრაფისტმა, მწერალმა, შედევრი საოცარი აფრიკისა და ალექსანდრიის პატრიარქმა გიორგი მეორემ და იქ წერია, რომ როცა ოქროპირი უახლოვდებოდა კონსტანტინოპოლს, მთელი ხალხი გამოვიდაო, მეფენიო, მთავრობანიო, ეპისკოპოსებიო, აი რაც თბილისში ხდებოდა, ეს თითქოს აღწერილი იყო და ბავშვებიო, დედებითო, მოხუცებიო და საინტერესო, ხა რატო ვამბობ მე ამას? საინტერესო რამ აღნიშნა აქვს, საინტერესო ძალიან ამ საოცარ პატრიარქს, საოცარი აგიოგრაფიის შემქმნელს, როგორ მოხდა ესო და ესო ქნაო სულმა წმინდამან ღმერთმაო გამოიყვანა ყველანი. ესე იგი, ჩვენ ზუსტად ასე უნდა ვიფიქროთ, რა მოხდა თბილისში. ესე იგი, იმდენად ღვთის ჩარევა იყო აშკარა, რომ აი მოულოდნელი იყო, რა ხდებოდა ჩვენ კი რა თქმა უნდა მოველოდით, რომ პატრიარქს უდიდესი პატივისცემა ექნებოდა, მაგრამ ნუ ესეთი, რომ მე ღამის 4:30-ზე ვიყავი, 2 დღით ადრე. მანამდე პირველი ცდა ქონდა და ვერ მივედი. თუმცა ღვთლებს უშვებდნენ, მაგრამ ნუ ავტომობილი ვერ დავაყენე და მე მეორე ცდაზე ღამის 4:30 იყო და ნუ რას ვხედავ, ზემოდან ჩამოვედი მახათას უბნიდან და პატარა ბავშვები 4:30-ზე დედები, ძუძუმწოვარა ბავშვებით, ნუ 2-3 წლის ბავშვებით, 5 და მეტი მოხუცები, დიდები, ნუ ეს რაღაც საოცრება იყო. და როგორც აღმოჩნდა, რომ ჩვენ
აი ამ გათვლებით, ამ მოაზრებით, ამ განგარიშებით პატრიარქი ჩვენთვის უდიდესი პიროვნება იყო და არის, მაგრამ ის აღმოჩნდა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიროვნება. და რაც მთავარია კიდევ, მოხდა რაღაც უჩვეულო გაერთიანება ერის. მართლაც ქრისტეს მოყვარე მთავრობა და მხედრობა, ერი და ბერი. აი როგორც თქვი ლოცვებში, როდესაც თქვენი ხსენიებთ მოძღვრები მთავრობას, მხედრობას ერთად, იგივე ყოველ მართლმადიდებელს, ქრისტიანს და მე მგონი არა მართლმადიდებელიც ბევრი იყო მოსული. აი ეს ერთიანობა, რომელიც საოცარი სანუკვარია და სანატრელია ქართველისთვის, რადგანაც 2-3 ადამიანიც კი ზოგჯერ ვერთან ხვდება ამის მომსწრები ჩვენ ვართ. ეს იყო ალბათ კიდევ მისი ბოლო სასწაული, მის მიერ მისი მიწიერი ცხოვრების ესეთი სასწაულებრივი დასასრული. იმიტომ რომ ის დუმილი, ეს რაღაც ერთიანობა, ეს ერთმანეთის თანადგომა, ის რაც ხდებოდა, კარგად ორგანიზებულობაც, რაც უნდა აღინიშნოს ნამდვილად სამართალდამცავებიდან თუ ხელისუფლებიდან და ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში იღებდა ამ გლოვაში დუმარეთ მონაწილეობას. და მე მინდა გითხრათ, რომ გაიხსენოთ რამე ერთი შეხვედრა მაინც მასთან, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეიძლება არ შეცვალა, მაგრამ ძალიან რაღაცა დაეტყო მას და მას მერე ბევრი სიკეთე მოგიტანათ. არ ჩემ ცხოვრება ნამდვილად შეცვალა, მაგრამ რა მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ესე იგი მე კვირა დღე დაემთხვა ერთ-ერთი ახალი წელი. 22 წლის ვიყავი და ну რაღაც ახალგაზრდებში მეგობრებში ერთობოდი და მე ღამე რომ მოვედი სიკვდილის პირას დავდეგი და მაშინ თქვი რომ ღმერთო ოღონ ახლა გადამარჩინე და მოვდივარ სიონში პირდაპირ მოვდივარ ტაძარში მეთქი და დავიძინე გავუძე კვირა იყო მივედი და ну ეს რა ვნახე ხა ჩემთვის კომუნისტების პერიოდი იყო და ნახე ნამდვილი საქართველო პატრიარქი ნახე მაშინ მე მგონი პირველად და იმდენად იმოქმედა ამ პიროვნებამ და ამ წირვამ და ეს წირვა იყო პატრიარქის გემოვნებით დაყენებული შერეული გუნდი ყავდა კაცების და ქალების გუნდი რასაჭირო იყო ხო თქვა 3 გუნდი ერთი გუნდიც ეყოფოდა 20 კაციანი მაგრამ აი პატრიარქი ესეთი იყო რომ აქ მამაკაცების ესე აფორმებდა ესე ალამაზებდა ყველაფერს რომ აქ ცალკე მამაკაცების ხმა აქეთ ცალკე ქალების მე შერეული გუნდის თან ერთი 7 კაციანი და 10 კაციანი კი არა 40-30 კაციანი გალობლები იყვნენ და ну ეს ყველაფერი რომ ნახე ну რაღაც ისე მომხიბლა რომ იმის მე არ მოვშორები რომ პატრიარქს და ყოველ დღე მივდიოდი სიონში და მე საერთოდ სემინარიაში ჩავაბარე და იცი რა მახსოვს ასევე რომ ესე იგი პატრიარქი იმდენად შემიყვარდა რომ ხა მამა ჩემი იდეალი იყო ჩემთვის არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და რადგანაც მამა მიყვარდა ყველაზე მეტად და ну დედა ძალიან მიყვარდა მამა აი აღმატებულად მიყვარდა და შევამჩნიე რომ პატრიარქი მიყვარდა მამაზე მეტად და რაღაცნაირად ისეთ ბრძოლაში აი ხლა ინგუში კაცი იყო გამოსული ტელევიზიით ამინ შადიევი მე მგონი თუ გვარი არ მშევდა მან თქვა რომ რა თქმა უნდა მამაზე მეტადო ვერ შევიყვარებდიო პატრიარქს მაგრამ ამით თქვა რომ ესე იგი გაუტოლა თითქმის იმდენად შეუყვარდა ამ ინგუშ კაცს და მე აი რა დამემართა იცით რა ბრძოლები მქონდა რომ ვატყობდი რომ პატრიარქი მიყვარდა და ამ დროს რაღაცა შინაგან იმას გძნობდი რომ აი ეს უპატივცემლობა ხო არ არის მეთქი მამა ჩემის მეთქი და დიდი ბრძოლები მქონდა და ბოლოს აი ესეთ ფორმულირებაში მოვიყვანე ეს ყველაფერი ჩემს გონებაში რომ მე მიყვარს ყველაზე მეტად პატრიარქი მამა ჩემთან ერთად წარმოიდგინეთ ისეთი სიყვარული იყო პატრიარქის ჩემ და ჩემი და ვიცით რა გძნობდი რომ პატრიარქიც ჩემდამია ესეთ სიყვარულით იყო გამშვალული მაგრამ როგორც შემდგომ მე აღმოვაჩინე მარტო ჩემდამი ყველასადმი იყო პატრიარქი ეს ქართულ ნუ ყველასადმი იყო პატრიარქი სიყვარულით გამშვალული და აი მე მოქმედებდი ყველაფერს ვაკეთებდი რომ მომეწონებინა ჩემი თავი პატრიარქისთვის და რა ვიცი აი დიდ განცდებში დიდ სიყვარულში და ეს სიყვარული შემჩა ბოლომდე
თქვენი ცხოვრებით, თქვენი 13 შვილით, თქვენი არაჩვეულებრივი ოჯახით და ღმერთის სიყვარულით თქვენეს ნამდვილად დაიმსახურეთ, მისი სიყვარულიც და მისი პატივისცემაც. და კიდევ რა არის, მამა, ვიცით, უამრავ ადამიანს უთქვამს და ისეც, რომელიც არ არის, ვთქვათ, სასულიერო პირი, საერო ადამიანს, რომ აი ვიდექის სიონში ან სამებაში მარტო დაღონებული და ვფიქრობდი, რომ ღმერთო ნეტა მოვიდეს ხელი დამატოს ან შემომხედოს და თითქოს გაჩერდა, მოტრიალდა, შემომხედა. თითქოს მას ესმოდა ეს სურვილები და ესენი ამბობენ მერე, რომ აი მას მერე რაღაცა შეიცვალა ჩემთვის, როდესაც ხელი დამატო, როდესაც შემომხედა, გამიღიმა და მისი ეს სიყვარული ქართველი ადამიანისგან არის სწორედ ღმერთის სიყვარული, ქრისტეს მოყვარეობა არის. ასეც გვეძახდნენ შუა საუკუნეებშიც და ზოგადად წარსულშიც ქრისტეს მოყვარე იბერიელებს გვეძახდნენ და მე მგონი ამაზე უკეთესი რა უნდა დაუძახო ერს, მე არ ვიცი, ღმერთის მოყვარე ქართველები. და ზუსტად ეს არის და ეს აჩვენა ქართველმა ხალხმა ამ დროს და უკვე აღარ არის გასაკვირი ალბათ იმ 100,000 მოწამის ბევრს აქვს სარკაზმი ამასთან დაკავშირებით ერისკაცს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ აი ამან აჩვენა, რომ ეს სრულიად შესაძლებელი არის სწორედ მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც მანამდე არც უფიქრია, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება ღმერთის შეურაცხყოფა, ღვთისმშობლის და ხატების ქართველისთვის სრულიად შეუძლებელი რამ არის. იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ გენეტიკურად აი კოდში ჩაწერილი ღმერთის სიყვარული და ასევე იცით უღალატობა. იმიტომ რომ მე მგონი ერთადერთი ჩვენ ვართ, სადაც აი ეს კვართი უკერებელი არის საქართველოს, მე მგონი არა, საქართველოშია ეს კვართი და ეს არის სიმბოლო სწორედ ჩვენი ეკლესიის ერთიანობის და ღმერთმა ქნას, რომ ეს უკუნისამდე ასე გაგრძელდეს. დიახ, პატრიარქს რომ ასეთი მადლი აქვს, ეს ყველა ამბობდა, ჩვენ ამას გრძნობდით და ეს ყველაფერი მოკლედ დამტკიცდა მისი გარდაცვალების შემდეგ. ეს ყველაფერი სასწაული. პატრიარქს ჰქონდა, რომ ყველაფერს ხედავდა, თითქოს ყველაფერს გრძნობდა. აი მე მაგალითად მახსოვს სიონში წირვა მიმდინარეობს და ძალიან დავიღალე და იქ პატრიარქის წინ ახლა ვერავინ ვერ დაჯდებოდა. და ჩამომეფარენ ესე მღვდლები. ჩამომეფარენ როგორ ესე მღვდლები იყვნენ ჩემ წინ და ვიფიქრე ცოტა ხანი დავჯდები მეთქი და დავჭექი. და აი მღვდლებს შორის ესეთი პატარა ესეთი ის იყო ადგილი დარჩენილი, საიდანაც მე ვიყურებოდი. უყურებდი პატრიარქს და იმედი მქონდა ვერ შემავჭირდა. უცებ შემომხედა. აი ამ გრეჭოში, ამ პატარა ხედა, აი დავინახე რომ მე შემომხედა, რომ რატო ზიხარ და ესე იგი ავდექი და იმის მერე აღარ ვეძებდი ეგეთ ადგილებს და ყველაფერს გზნობდა, ყველაფერს ხედავდა, რაღაც საოცარი პიროვნება იყო. მე ესე იგი ბედნიერი ვიყავი, რომ 7 დღე ორშაბათ, სამშაბათ საპატრიარქოში 24 საათიანი მორიგეობა იყო მღვდლების და ამ 7-ში მოხდი მეც პატრიარქმა მითხრა, რომ მამა ალექსანდრეს სამშაბათს იყოსო და ნუ ხელა სიხარული იყო ეს ჩემთვის შესანიშნავ 7-ს გვეძახდნენ ამ მღვდლებს და ესე იგი ღამე რო დავწექი პირველი ღამე, ესე იგი მე დერეფანში დავწექი და აუშვეს ძაღლი, ხა პირველი ღამე იყო და პატრიარქის ძაღლი დათვი, დიდი ძაღლი და რო დამადგა. ღმერთო. ესე იგი ყვირილი მინდოდა მიშველა პატრიარქმა ამას როგორ ვიტყოდ მე მერჩივნა ეკბინა ძაღლს და ესე იგი ძალიან ცუდად ავარ და მე ისე ხედავ რომ ეს ძაღლი მლოკავს, ანუ მაკოცა. და იცი როგორი შთაბეჭდილება დამჩარო, ეს პატრიარქი უყვარდა ამ ძაღლს განსაკუთრებით. რა და ყველა ვინც იქ იყო პატრიარქის მოყვარულები იყვნენ, ეს იცოდა თითქოს ამ ძაღლმა და რაღაც ამლოკა მაკოცა, ესეთი რაღაც. ნუ არ ვიცი ეხლა მაგალითად ყველა ამბობს რომ პატრიარქს თხოვ და გვისრულდება. ეს არის ყველაზე საინტერესო. აი როგორც დიდმოწამე გიორგის, ნიკოლოს, წმინდანიოს აი ესე დონეზე გვისრულდება. და მე რომ ვიყავ ესე პატრიარქის ესე სამებაში რომ მივედი რომ მის ცხედართან მიახლოებულიყავი და მეკოცნია მის წმინდა ფეხები და მეკოცნა ნინო არ გამოუშვეს და შენო არ აქედან არ უშვებთო
და მოვდივარ და უწმინდესო მეთქი, ჩემი მეუღლე გამოუშვან, მაგრამ მე მოვდივარ უიმედოდ. უკვე არ გამოუშვეს და უცებ ცოტა ხანში მეძახის ნინო. წარმოიდგინეთ ახლა რა უნდა იფიქრო ახლა, რომ პატრიარქმა აგვისრულა სულ და ეს ბევრი, ძალიან ბევრი სერიოზული ადამიანი ამბობს, რომ აი ახლა ლოცულობენ პირდაპირ პატრიარქზე და ესე იგი ყველაფერი უსრულდება. სხვათა შორის მეც უცხოეთში ვიყავი და მგზავრობდი იმ პერიოდში და რაღაც შეფერხებები იყო მგზავრობაში. რაღაც დაიგვიანა თვითმფრინავმა და სხვაშორის მეც მქონდა პირდაპირ გულიდან კავშირი მასთან. აი რაღაც თითქოს ვეფერებოდი და თითქოს ვთხოვდი, თითქოს არა, მას ვთხოვე შემწეობა. და ეს შემწეობა რა თქმა უნდა იყო და ესე ბევრს დაემართა, განსაკუთრებით იმ დღეებში, იმიტომ რომ მით უმეტეს ალბათ ემიგრაციაში მყოფი ქართველები წარმოიდგინეთ, მე ერთი კვირით ვიყავი წასული და დაემთხვა და ვინც იქ ცხოვრობს, ალბათ როგორ გაუჭირდებოდა მას, რომ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. თქვენ 1.5 მილიონს რო ბრძანებთ, უამრავი ჯერ საქართველოში ვერ მივიდა, მათ შორის მოხუციც ან დავრდომილი ან იგივე, რა ვიცი, ახალგაზრდამაც შეიძლება ვერ მოახერხა ჯანმრთელობის გამო ან რამე მიზეზის და რამდენმა ვერ მოახერხა, რომელიც იყო თქვათ აი ესე ჩემსავით მგზავრობაში ან კიდევ ემიგრაციაში. და რამხელა ნუგეშია ეს, რომ მას შეგიძლია თხოვო და რომ ჩამოვფრინდი მეორე დღეს მივედი სიონში და იქ მოძღვრები იყვნენ პანაშვიდი ხო მუდმივად არის და ის რაღაცა კახა იყო მიქიაშვილი, ჩემ მომთხოვა რაღაცები, დავდე ფოსაფლავზეო დადო და მე რაღაც ვარდი მომაწოდა და ისეთი განცდა მქონდა, როგორც აი პაისის, წმინდა პაისის საფლავზე, ან თქვათ რომელიმე წმინდანის საფლავზე რო დავდივართ, იგივე სპირიდონ ტრიმიფუნდელის. რაღაც საოცარი სისავსის განცდა იყო სიონში. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვედი, ის ფიზიკურად არ იყო, მაგრამ იქ იყო და მე ამას ვგრძნობდი და ალბათ ასეა ყველა მორწმუნის გული სავსეა მისით, მე ესე მგონია. და ალბათ ჩვენ კიდევ ბევრი სასწაულის მომსწრე გავხდებით და აი მის საპატივსაცემოთ ბევრი რამე გაკეთდება და გაკეთდა და ალბათ ჯერ კიდევ იქნება, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს აღდგომა, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, რომელიც არის დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც არის აი წვერვალი, კვინტესენცია, ალბათ ქრისტიანი მაგისთვის ცხოვრობს, აღდგომისთვის. უფალთან მიახლებისთვის, ალბათ მთელი საზრისი ეგზისტენცია ჩვენი არსებობის და ცხოვრების არის უფალთან მისვლა და იქ მარჯვენით დადგომა, გამართლება, რა ვიცი, ღმერთმა მოგმადლოს ყველას გასვლა ამ ქვეყნიდან ღირსეულად, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც თუ არ ვწდები ორი ადამიანის გარდა, რომელიც ბიბლიაში რო წერია, მას არ ნახოს სიკვდილი და ისე გავიდეს ამ ქვეყნიდან. ამიტომ რო ვისაუბროთ თვითონ აღდგომის მნიშვნელობაზე და აი ყველა ქრისტიანისთვის როგორ მოვემზადოთ, რა ვქნათ, მით უმეტეს ცოტათი დაობლებულებივით ვართ ამ წუთას. ხო, ეს გარეგნულად, მაგრამ ისეთ სიხარული მოიტანა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ამ საოცარმა ამბავმა, რომელიც როგორც შეგვიძლია ვთქვათ აგეოგრაფიიდან, როგორც ბეჭედი მოვიყვანოთ, რომ ნამდვილად ღვთისგან იყო და ღმერთმა გააკეთა ეს, რომ უკვე ობლად ვართ და რაღაცა ალბათ არ შეიძლება რო ვთქვათ. საინტერესო რა არის, რომ დაბადების მესამე თავის მე-15 მუხლში წერია ესეთი პირველი აღთქმა, პირველი წინასწარმეტყველება უფლის, რომ ეშმაკს მიმართავს ღმერთი, რომ დედაკაცის თესლი შენ დაგამარცხებს, შენს მეუფებას დაამარცხებს და გაგჭყვითავს. აი ეს არის ზუსტად წინასწარმეტყველება ჯვარცმის, ღვთისმშობლის წინასწარმეტყველება, ესე იგი მას იგი შობს ღმერთკაცს და მერე აქვე არის ჩატეული, როგორც წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის დღესასწაულიც, იმიტომ რომ ჯვარცმა და აღდგომა ეს გაერთიანებული ამით მოხდა კაცობრიობის გამოსყიდვა. ამიტომ ნომერი პირველი სოფლიო მასშტაბით, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, სოფლიო მასშტაბით, ეს არის ჯვარცმა და აღდგომა, ეს მოვლენა. იმიტომ რომ მარადიული ცხოვრება ჩვენ მოგვეცა აი ამით. ეხლა ვისაც არ უნდა
და არ გაყვება ქრისტეს ეს სხვა არის, მაგრამ აი ამ ჯვარცმით და აღდგომით მოგვეცა ეს საშუალება. ჩვენ ამიტომ რა თქმა უნდა უდიდესი დღესასწაულია და ისევ პატრიარქს გავიხსენებ, როგორ უყვარდა აღდგომის დღესასწაული და ესეთი რამ მახსოვს, რომ ძალიან დიდი ხმაური იყო სიონში, ძალიან დიდი ხმაური და აღარ მახსოვს სასულიერო პირი იყო თუ ვიღაცა კადრა პატრიარქსო, ძალიან ხმაურიაო თქვენო უწმინდესობაო და ხო არ გავიდეთო და უთხრათო გაჩუმდენენო და არაო პატრიარქმა თქვა ესო სიხარულიაო, უხარიათო. მე რო ვნახე უკვე აღდგომის ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა და იქ ის ყიჟინი და ისა რაღაცნაირად შევადარე, რომ ქართველი ხალხის ეს ხმაური აღდგომა დღეს იყო რა უკულტურობა და რაღაც, არამედ რაღაც შინაგანი დიდი სიხარული, ერთმანეთს გაძახილები, მისალმებები და პატრიარქმა არ გააჩერა. არ გააჩერებინა ესო სიხარული, ამ სიხარული ეს ანუ ამ სიხარულს ნუ ჩაახშობდო. იყოს ეს ხმაური. უხაროდა თვითონაც ისეთი ჟივილხივილი იყო, ასე ვთქვა, ტაძარში სიხარულით, აღდგომის სიხარულით და ნუ ეს ასეც ამასაც კი ვერ ვამბობ, რომ სამწუხაროდ პატრიარქი ვერ მოესწრება ამ აღდგომას, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოესწრება იქ, იმ ქვეყნად, მაგრამ აი კიდევ ვამბობ, რომ მისმა სიკვდილმა ღმერთმა ისე გამოაჩინა ილია მეორე პატრიარქი ჩვენი, ისეთ პიროვნებად, რომ აღარაფერი აღარ ითქმის, არც ის რომ ობლები ვართ, არც ის რომ პირველი დღე ვტიროდი, მაგრამ სუცხრებლები მომდიოდა, მაგრამ მე ნუ რაღაცნაირად სხვათა შორის პირველი პარაკლის დიდი პირველი დღის რო გადავიხადე, იქაც აი ეს ჩემი შეგრძნება ესეთი იყო, რომ ვტიროდი და ვერ ვიხდი, ვეღარ ვკითხულობ ჩვენ ტაძარში და ამ დროს გამიქრეს ტირილი ყველაფერი და თან ესეთი განცდა მქონდა პატრიარქს პირველი დღე უნდა დავეხმარო და მე ისე ჩვეულებრივად ჩავატარე და ესეთ შეგრძნება მქონდა, რომ პატრიარქმა თითქოს მითხრა ამით, რომ მამა ალექსანდრე, შენ კი არ მეხმარებ, მე გეხმარებ შენო და აი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტირილი შემაწყვეტინა პატრიარქმა და ჩამატარებინა პანაში. ძალიან ემოციური იყო მამაო, მე ვნახე თქვენი 93 ჯერ დარეკილი ზარი საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის სამრეკლოში და ესეც იყო რაღაცა გამომშვიდობება, ალბათ მიწიერი ამ მიწიერ ცხოვრებაში, რომას ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავთ. თუმცა ეს მისი აქ მყოფობა რო განიცდება და სხვა შორის მეუფე გრიგოლმა რაღაც საოცარი სიტყვები თქვა, ჟურნალისტი ეკითხებოდა რომ ხომ არ გადაირჩევენო პატრიარქთან გადადგებაო და პატრიარქი ავიდა ჯვარზეო და ჯვრიდან მხოლოდ გარდამოხსნა შესაძლებელიო. ანუ ეს სწორედ ჯვარცმა და აღდგომა რაც არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ აღდგომის გარეშე ჯვარცმა აზრი საერთოდ არ ექნებოდა, უბრალოდ ძალიან მძიმე რამ იქნებოდა, ხო? მაგრამ სწორედ აღდგომით გახდა ჯვარცმა და ჯვარი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და მფარველი ქრისტიანებისთვის. და აი ახლა არის მარხვა 40 დღიანი მთავრდება და აი ეს ბოლო ერთი კვირა, რომელიც არის ვნების შვიდეული. რა არის ვნების შვიდეული ქრისტიანისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ან როგორ უნდა მარტო კვება ხო არ არის მარხვა, ვთქვათ, კვებით შეიძლება ადამიანის უძლურების გამო რაღაცების უფლება ქონდეს, მაგრამ რა არის ის მნიშვნელოვანი, რასაც გვეტყოდით თქვენ? 40 დღის მარხვას ემატება ბოლო, ესე იგი 7 დღე ვნების შვიდეული. ცალკე მარხვა. ცალკე მარხვა, მძიმე მარხვა შეიძლება ვთქვათ. დამატებით ეკლესიამ ეს დაადგინა, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან ჩვენ, იმისთვის რომ კარგად გავიასროთ, ესე იგი უფალი, როგორი თავის ნებით წავიდა ამ გზაზე და წმინდა მამები ამბობენ, რომ ჯვარზე უფალმა განიცადა მთელი ჯოჯოხეთური ტანჯვა წამება. აი იმ პერიოდში ორშაბათიდან დაწყებული, მერე ჯვრით დამთავრებული მთელი ჯოჯოხეთული წამება ჯერ როგორი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავიასროთ, რომ ვიყოთ მადლიერი მამები, ესე გვასწავლიან იმ დიდ შეწირულობისთვის, რაც ღმერთმა გააკეთა კაცობრიობისთვის და წარმოიდგინეთ, ამიტომ ესე გაძლიერებულია ლოცვა, იწყება ორშაბათიდან და ჩვენ სულ აი ეს სახარება იკითხება, მთელი სახარება, 4-ვე სახარება იკითხება ბოლომდე, ვიდრე აღდგომის ადგილები
აი ამ დღეებში რომ გავიაზროთ ეს ყველაფერი და ვიყოთ მადლიერი ღვთისა. წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი რა ტანჯვა, აი როდესაც ვინმე იტყვის რა გააკეთა ღმერთმა ჩემთვის, ნუ ხო არის ესეთი მომენტი ადამიანი დაცემული. ხო და ეს რო გავიაზროთ კარგად, რომ ღმერთმა რა გააკეთა, ესე იგი თავი დადო ჩვენთვის. წარმოიდგინე რა ტანჯვა წამება გაიარა ჯვარზე. აწამებდა ის ხალხი, ვისთანაც მოვიდა, ისი ტომეულიც იყო იქ, ის მეზობლები, ის უსაყვარლესი ხალხი, მისი ქალაქი, ну წარმოიდგინეთ ყველაფერი როგორ მოხდა და აი ამას გავდივართ ჩვენ გავიაზრებთ ერთადერთი რამის გამო არის ეს ყველაფერი რომ ვიყოთ მადლიერები ღვთისა აი ამ დიდი გამოხსნისთვის ეს რო არ ყოფილიყო მთელი კაცობრიობა უბედური იქნებოდა წარმოიდგინეთ დამთავრდებოდა ეს ცხოვრება და ჯოჯოხეთს წავიდოდით ყველა ეხლა კი რამხელა შანსი აქვს აბსოლუტურად 8 მილიარდ ადამიანს რომ მარადიული ცხოვრება გააგრძელოს ბედნიერად, კარგად და მარადიულად, ოღონ ამისთვის საჭიროა რომ ქრისტეს ეკლესიის წევრი გახდეს. და მამა იქნება გითხრათ ჩამოთვალოთ ის მსახურებები, რაც იქნება ამ ბოლო კვირაში და აი თქვათ განმარტოთ, რას ნიშნავს იგივე ეს 12 გზის სახარება, იგივე ბროდის მოხდება. თუნდაც თქვენ ტაძარში, მე მგონი ერთ და იგივე გარდამოხსნა აი ამ მსახურებებზე დასრების მნიშვნელობაზე რო ვისაუბროთ. დიახ, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ამ პერიოდში თუ არის შესაძლებელი, ხა ზოგჯერ არ ხერხდება ეს, რა თქმა უნდა, თუ არის შესაძლებელი ორშაბათიდანვე დავესწროთ მსახურებებს, იმიტომ რომ ეკლესიის ღვთის მსახურება გადავყავართ ჩვენ აი მდგომარეობაში, იმ განცდებში, რაც ქრისტემ განიცადა და გახსოვთ ალბათ ყველა მიცის ყველა ქრისტე 12 სახარებას რო ვესწრებით, ეს არის ვნების გამორჩეული სახარებები, როცა აწამეს ქრისტე, როგორ აწამეს, როგორ წაიყვანეს, როგორ ჯვარს აცვეს და ალბათ ყველას მოგვისმენია ტაძრებში, როგორ ქვითინებს ძალიან ბევრი ხალხი და პირის და თვითონ აქვთ განცდა და ბევრჯერ ყოფილი რომ მღვდელიც კი ატირებულა ანუ კითხვის დროს და ვერ მოუთმენი. აი ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ვინც ორშაბათიდან ბოლომდე ესწრება, ესე იგი და ყურადღებით ესწრება, არასოდეს არ დაავიწყდება მას და რაღაცნაირად ყოველთვის რჩება, როგორც დიდი სულიერი განძი. თქვენ გახსოვთ, როცა იმდენად დიდია ღვთისმსახურება ქრისტიანული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ ღვთისმსახურების დასწრების დროს მოიქცა და არა ქრისტიანი ან სხვა კონფესიის წარმომადგენელი მოქცეულა და გამختარა ქრისტიანი. ჩემთან პროტესტანტები მოვიდნენ. მერე უკვე მართლმადიდებლები, ახალგაზრდა კაცები, ბიჭები, ამერიკელები ერთმა მეგობარმა მოიყვანა და მან მითხრა რომ ჩვენო აი ესე ნენელა გვინდა უკვე თითქმის მართლმადიდებლები ვარ მე როგორც გავიგი მართლმადიდებლები აღმოჩნდნენ აი ამ ყველაფრის ამის ყურებით ესე იგი რომ ნათლისღებასო ყველა ხედავდითო წყლები მოქონდათო სახშიო ჯერ ვერ ხდებოდი რა ხდებაო მერე ნუ სულთმოფენობას ბოლოს ყვავილებით იყვნენ ბზობასო ბზები მოქონდათო და ჩვენც ერთხელო ამ ბზობასთან დაკავშირებით ბზა რომ მიქონდა ყველასო გავყევითო ტაძარში ესე აღმოჩნდით სამების ტაძარშიო და სხვათა შორის აი ესე პატრიარქის გახსენება მოგვიწევს რომ ყველაფერი პატრიარქს ირგვლივ ტრიალებს დღეს ყველა ქართველის გულში რომ ამათმა თქვენს რომ პატრიარქის მიერ ევქარისტიულ კანონი როა შენ გიგალობ შენ გაკურთხებ პატრიარქის დაწერილია ის მელოდია რაღაც საოცარი მელოდია აი ამ მელოდიამ მე გავიგეთ რომ პატრიარქის დაწერილი იყო ამ მელოდიამ ჩვენო მოგვიყვანა ეკლესიაში იმდენად იმოქმედა და ღვთისმსახურება სამების ნუ პატრიარქის ღვთისმსახურება აი ეს ღვთისმსახურება არის ძალიან გადამდები და ძალიან აი რაღაცნაირად სულში ტოვებს დიდ საფუძველს იმისას რომ ცხოვრების ბოლომდე გააგრძელო ქრისტიანული ცხოვრება მართლაც ძალიან ბევრს უთქვამს რომ შევედი და ვეღარასოდეს ვეღარ გამოვედი და თითქოს რამდენჯერ მიფიქრე რომ ღმერთმა არ მოგვიშალოს ეს ხმა ეს ლოცვა ეს გალობა რომელიც ისმის
მართლმადიდებლურ ტაძრებში, ქართულ ტაძრებში. იგივე სერაფიმ როუზი გამახსენდა, ხო, რომელსაც მოიარა მთელი სამყარო ადამიანური და ტიბეტის თვიდან დაწყებული, თვითონ პროტესტანტი იყო და ბოლოს ჩვეულებრივ მართლმადიდებლურ წირვაზე მოხვდა და იქ მიხვდა, რომ აღმოაჩინა, რომ არის ჭეშმარიტება, არის აქ დავანებული. და იცით რა არის, აი ხშირად არის ხომ ესეთი შედავება, რომ ამასინათ მოვისმინე, რომ ეს როგორ შეიძლება არ იცვლებოდეს, ისაც არ იცვლება ეს ხომ არ ვითარდება, ესე იგი. და ის წირვა, რომელიც არის დაწერილი თვითონ მაცხოვრის ხორციელი ძმის იაკობის მიერ, პირველი ჟამის წირვა, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და შესაბამისად ის თუ არა მათ ვის უნდა ცოდნოდა, როგორ უნდა ედიდებინა ადამიანს უფალი და სწორად დიდება და მართლად დიდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება არ ვითარდებაო, აი გამახსენდა ესეთი რამე, რომ ეს არ არის სწორი აღთქმა, იმიტომ რომ თვითონ ეკლესიაში აი ესეთი რვახმათა რატო არის, რომ სწორედ არ იყოს მომაბეზრებელი, ანუ თუ პირველ კვირას არის ერთი ხმა და საკითხავები, მეორე კვირას არის სულ სხვანაირი საკითხავები, რომ არ იყოს მომაბეზრებელი, ეს ცისკარი, მწუხრი და ასევე მეორე ხმა და აქ მელოდიაც იგულისხმებოდა. ესე პირველ კვირაში იყო სხვა მელოდია, მეორე კვირაში სხვა და ასე შემდეგ 8 კვირის განმავლობაში. მე-9 კვირას, ანუ უკვე დაახლოებით 2 თვის შემდეგ იწყებოდა ისე პირველი, რომელიც თითქოს უკვე დავიწყებული იყო, არ იყო მომაბეზრებელი, იმიტომ რომ ისე თითქოს როგორც ახალს ისე ვიწყებდით, ისევ პირველი ხმიდან და ასე შემდეგ, ასე რომ ეკლესიაში ისე არის ყველაფერი გათვლილი, რომ არაფერი არ იყოს მომაბეზრებელი, ისეთი საკითხავებია, ისეთი ჰიმნოგრაფია, რომ უსმენ მე ამოწერილი მაქვს ხოლმე და მაგალითად 8 ხმადან მქონდა ამოწერილი ღვთისმშობლის და ბევრი ტროპრები, საგალობლები მქონდა და აი ვიმხნევებდი თავს ისეთი საგალობლებია. აი მაგალითად სამწუხაროდ ახლა ზეპირად არ ვიცი, მაგრამ ესე ჩინარსის ტროპრები იყო და ერთი განსაკუთრებით, რომ უფალო მაპატიე ჩემი ცოდებიო, მეო არავის არ განვიკითხაო, ნუ განმაკითხინებ თუ არავის არ განვაკითხავ, რადგან ყველაფერი რაც კი ცოდვა არსებობს, ის ჩემს დევს და მომიტევე ეს ცოდები. აი ესე ჩინარსის საგალობლებია, ისეთი რომ აი გაგწმინდავს რაღაცნაირად. და აქ რადგან ჩვენ მაინც უწმინდესის გარშემო ვტრიალებთ, არაფრით არ შემიძლია მისი ერთი ეს არ ვიცი თვისება, ღვთაებრივი თვისება არ გავიხსენო, რომელიც იყო დათმენა. აი იგივე პერიოდი იყო და მგონი ახლაც არის გრძელდება, რომ თითქმის დღე არ გავა, რომ რაღაცა კომპრომატები ბჭყალებში ან რაიმე რაღაც ნეგატიური ინფორმაციის აი მოყვარულთა და მაძიებელთა მხრიდან არ იყოს რაღაცა შემოტევა. თითქმის ყველა ეპარქიაზე, თითქმის ყველა მონასტერზე ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებს, აი ყველაზე ძვირფასი რაც არის ჩემთვის, არის ეს ეკლესია და სამშობლო რა თქმა უნდა და შემდგომში უკვე ოჯახი და მოყვასი და ყველაფერი. თითქმის არ დატოვეს არც ერთი ეპარქია ლანძღვაგინების, შეურაცხყოფის და უკიდურესი ცილის წამების გარეშე. ეს იყო ისეთი მძიმე ნებისმიერი მორწმუნისთვის, იცით, იმიტომ რომ პრაქტიკულად მდუმარედ გადატანილი ტალახის შესხმა. ესეც წარმოუდგენელი რამ იყო. ამაში ხო რა თქმა უნდა ფული იხარჯებოდა ხო ტელევიზიაში ვარ და ვიცით რომ სიუჟეტის გაკეთება არ არის მარტივი, მას ჭირდება რაღაცა გარკვეული ხარჯები და აი ესე დადიოდნენ კარდა იყო მე ხარ დავასახელებ რა თქმა უნდა ტელევიზიებს ან ღმერთმა უშველოთ იმ ჟურნალისტებს ვინც ეს გააკეთა, მაგრამ ეს რაღაც შეკვეთა თუ დაკვეთა იყო და ამას როგორი დუმილით შეხვდა ეკლესია, როგორი არათავის მართლებით და თქოთ არავინ არ შეუბრუნა თითქოს სიტყვა და ძალიან ღირსეული წინამძღვრები ყავს როგორც მონასტრების ისევე ტაძრების ძალიან ღირსეული ეპისკოპოსები და ღმერთმა მოგცეს ძლევა და მისცეს ძლევა საქართველოს ეკლესიას და აი ეს თვისებაც
რომელიც ყველაზე რთული მგონია საერთოდ ცილის წამებაზე დუმილი და თითქოს ღმერთს მიანდო პასუხი. და თითქოს არა ღმერთს მიანდო პასუხს და აღმოსავლური სიბრძნეა ესეთი, რომ შენ თუ მტერს სამაგეროს არ გადაუხდ, დაინახავ დაჯექი მდინარის პირას და დაინახავ იმ მტერს როგორ წაიღებს წყალიო. ახლა თქოთ ეს არ ვიცი ვინ რა დაინახა ამით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ძალიან ცოდოებიან და ძალიან სახიფათოა იმ ადამიანისთვის, ვინც ასე იქცეოდა ან იქცევა ღმერთმა გაუნათოს გონება და აი ეს დათმენა ესეც რაღაცნაირად გვასწავლა უწმინდესმა თითქოს ეს დუმილი და არაფერ არ შემიძლია ამაზე. ხო ეს ეთყობა ნამდვილად გვასწავლა, იმიტომ რომ მილიონობით ადამიანი რომ მოდიოდა ხა ქართველიერი როგორიერი ვართ ხო უფრო ფიცხი ვარ. ასეთი სიჩუმე, ასეთი დუმარება, ასეთი ერთმანეთის სიყვარული, ასე რა იყო ეს? ნამდვილად რო ღმერთი იყო ჩარეული და სწორი ბრძანდებით პატრიარქს და არც ერთ ეპისკოპოსს თითქმის არ გაუწია და არც სამღვდელოებას პასუხი, იმიტომ რომ იმდენად სასაცილო ისეთი ხალხი ლანძღავდა ეკლესიას. მე არ ვასახელებთ რა თქმა უნდა პიროვნებებს, რომ დამანახეს, რომ ნახე რას ამბობს ეს კაციო, ერთ-ერთი კაცი ეკლესიაზე და პატრიარქს ამიტყდა სიცილი, ანუ გაბრაზება კი არა, სიცილი, ნუ იმდენად ყველა მიხვდებოდა, რომ აი არაფერი ანუ ჩარევაც არ იყო საჭირო, როდესაც ესეთი ადამიანი, უგვანო ადამიანი, ესეთი გარეწარი, ნუ ღმერთმა მოაქციოს ყველა, რა თქმა უნდა, ლანძღავს პატრიარქს, ნუ უბრალოდ სასაცილო იყო. იქ რა თქმა უნდა, ჩარევა იქნებოდა ზედმეტი. ნამდვილად წარმოუდგენელი ცილის ამბები იყო და მე მახსოვს, რომ ზოგჯერ იმდენად მიჭირდა ამის დატევა და დათმენა და თუნდაც ის რომ პასუხი არ გაგვეცა, რომ ეს მარტივი არ იყო. მარტივი არ იყო, მაგრამ თუმცა ერთხელ ერთმა რომ გამოაცხადა, რომ აი დავდგებით და მოიყვანა ვიღაც ხალხი თავისნაირები და თქვა, რომ პატრიარქს შევაწუხებთ ყოველ ხუთშაბათს აქ მოვალთ და პატრიარქი სარკმლიდანაც კი ვერ გამოიხედავს და ასე შემდეგ, მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ მე წამოვიწყეს, რომ მივედით იმ დღეს თუ მეორე დღესვე, ჩემი მრევლი, ჩემო გვერდთა სამღვდელოება და გამოაცხადა იქ ტელევიზიები იყოს, აი ხო თქვა ესე, აბა გაბედოს და მოვიდეს მეთქი პატრიარქის წინააღმდეგ და დადგეს იმის მერე აღარც მოსულა კიდევაც. და ვერც მოვიდოდა, თორემ მანამდე სისხლებს ასხავდნენ საღებავებს და რა თქმა უნდა წარმოუდგენელი მკრეხელობის მომსწრები ვართ, მაგრამ როგორც ჩანს ეს აძლიერებს და ანვითარებს ეკლესიას. ალბათ ესეც ღვთის დაშვებით ხდება და ალბათ ის ადამიანიც ბევრი გვინახავს ეკლესიის ისტორიაში ბევრი ადამიანი, ვინც იყო მოწინააღმდეგე და შემდგომში პირველი ქრისტიანი გახდა. ისეთი სასწაულების მომსწრე გახდა, თუნდაც ეს მიძინების დროს რო იყო ვიღაც ხელები რომ მოასხიბა. ასეთი ბევრი სასწაული ვიცით და ბევრ სასწაულზე ყვება და მოდი ვისურვოთ ასეთი სასწაული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც რა თქმა უნდა პატრიარქმა მოგცა ამის მაგალითი და როგორ უნდოდა რომ ეს პიროვნება ვინც ახსენდა ყველა რომ მე ველოდებიო რომ ის შეინანებს და მოიქცეო. რა თქმა უნდა პატრიარქმა გვასწავლა და პატრიარქმა ამ თავის გარდაცვალებით და ის რაც მოხდა საქართველოში რაღაც ახალ ფაზაში გადაგვიყვანა. საერთოდ საქართველოს ისტორია სულიერ ფაზა არის ალბათ, რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა და რაღაც აი ძალიან დიდი სიკეთეებს ველით. სულიერს უპირველეს ყოვლისა. დამტკიცდა ამით რომ ქართველი ხალხი ყოფილა მართლაც ქრისტეს მოყვარე და ქრისტეს თაყვანისმცემელი. ნამდვილად ძალიან დიდი განაცხადი იყო ეს, ალბათ რომელიც მთელმა მსოფლიომ დაინახა და მთელმა კაცობრიობამ აქაც და ზეცაშიც და მადლობა ღმერთს ამისთვის და ისევ როგორ მოვემზადოთ აღდგომისთვის რომ შევხვდეთ ღირსეულად, ალბათ ეს ძალიან დიდი ზეიმია და ამ ზეიმს ვერაფერი დაჩრდილავს პირიქით ძლიერდება საქართველოს, ზეციური საქართველოს. რაც მეტად ძლიერდება ზეციური საქართველოს, მის მეტი მეოხება გვაქვს ჩვენ უფლის წინაშე. ბევრი მეოხი ყავს ისედაც ჩვენ ქართველებს არ მავიწყდება გერონდა ეფრემის სიტყვები, რომდესაც თბილისის ცას მოუახლოვდითო რაღაცა წვა დამეწყო საშინელიო და ვკითხეო ღმერთო ეს რა არისო და პასუხი მივიღეო რომ შენ 100,000 მოწამის ქალაქში ხარო
და იმ ჩამოსვლაზე გერონდა ყველგან ტიროდ აბსოლუტურად საერთოდ ცხეთაში თუ სადაც მიდიოდა იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ცრემს ვერ იგავებდა დიახ ეს 100,000 მოწამის ქალაქია და ეს და იცით რა სასწაულია მე როცა ვიაზრებ ხოლმე რომ ნუ სად ვცხოვრობ თიშობლის წილხვედრი ქვეყანა ის პირველი აღთმა კაცობრიობას რაც დაუდო ღმერთმა რომელიც ახსენეთ ის ღვთისმშობელზეა ლაპარაკი და ესე იგი ვცხოვრობთ ნუ ყვართი აქ არის ძველი აღთმის ყველაზე დიდი სიწმინდე ილია წინასწარმეტყველის და ელისეს ხალემი აქ არის წარმოიდგინე ღვთისმშობლის პერანგი აქ არის და მარტო მცხეთ აი ცოტა იქით რომ რა მოხდა ესე იგი ბიბლიური ამბები მოხდა ბიბლიური სასწაული როცა ევაგრეს გაატანა შიომ ღვიმელმა კვერთხი და მდინარე მტკვარს დაადო კვერთხი და როგორც ძველად იორდანე რო გაიხსნა ან მეწამული ზღვა გაიხსნა ესე გაიხსნა გადავიდა მე რო წამოვიდა ისევე ესე იქ რამხელა ღვთის მადლი არის და რომ ვიღაცის ქადაგება იყო ან რა გვინდა ვიღაცის ქადაგება ჩვენ თვითონ აღვნიშნოთ რომ სულიერი ცენტრებია ძალიან ბევრი მსოფლიო დონის სულიერი ცენტრები აი თუ გინდა ეს რაც აღვნიშნეთ ის მტკვარის ადგილი შიომღვიმის წინ თუნდაც არჩილ მეფე ნადოკრაში ესე იგი ეს არის მსოფლიოს პირველი მოწამე სულ ერთ ემაში გაყოფარიყო დასავლეთი აღმოსავლეთი მთელი ევროპა ერთად იყო აზია ქრისტიანები და მსოფლიოს პირველი მოწამე მეფე წარმოიდგინეთ აქ არის ეს სულიერი ცენტრია 13 ასურელი მამა სათითაოდ ყველა არის სულიერი ცენტრი იმიტომ რომ შიომღვიმელის და ანტონ მარტყოფელის მსგავსად არ უღვაწია არც ერთ მამარს არც ანტონდიც არც არსენდიც და არავის იმიტომ რომ ცხოვრებას რო ვკითხულობთ ესია ბოლო ავლიპ მესვეტე ან სვიმონ მესვეტე მაინც სვეტზე იყო ხო ეს დიდი ღვაწლია მაინც სას უყურებდა მზეს უყურებდა ვარსკვლავებს უყურებდა შიომღვიმე ჩავიდა წარმოიდგინეთ საფლავში ის ხო საფლავია რასაც უყურებდა იქ იღვაწა რამოდენიმე წელი წარმოიდგინეთ როგორი ღვაწლი იყო და ეს სულიერი ცენტრებია ჩვენთან ღვთისმშობლის პერანგი ზუგდიდში ამ სოფლიო სულიერი ცენტრია მატათა აჭარაში დასაფლავებული სვიმონ კანანელი აფხაზეთში დასაფლავებული და ბევრს გავიხსენებთ ახლა რომ გავიხსენებთ სულიერი ცენტრებით სავსეა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო და მცხეთა და თბილისი ხო საერთოდ მეორე იერუსალიმი 100,000 მოწამე მარტო ეს არა აბოთფილელი იქ რამხელა ღვთაებრივი ცეცხლი ჩამოდიოდა და სამი ღამე იყო და მტკვართან და საოცრებები ხდებოდა შუშანიკი მე სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ იბომბება წმინდა ქალაქი იერუსალიმი იერუსალიმის პატრიარქმა ბრძანა რომ ის აუცილებლად ჩატარდება წირვა ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ იყო რაღაცა ცოტა დაარდიდა შიში ამასთან დაკავშირებით რომ იმიტომ რომ წინა კვირას არ შეუშვეს ბზობის კვირა ქონდათ კათოლიკებს და არ შეუშვეს მათი იერარქია უმაღლესი იერარქია ამაზე სხვა შორის დიდი ამბავი ატყდა და აი ჩვენი იერუსალიმის პატრიარქი ამბობს რომ ეს აუცილებლად მოხდება დაველოდოთ მოვლენებს იმედია რომ ცეცხლიც გადმოვა და იმედია რომ რაღაცა დიდი ზეიმით და დიდი სიხარულით შევხვდებით აღდგომას და ამით მე მინდა ვთქვა რომ თქვენი ტაძარი გამორჩეულია იმიტომ რომ ბავშვებს ახალგაზრდებს ჩემი შვილიდან დაწყებული თუ კი ვინმე ვიცი ასეთი დიდი სიხარული და მოლოდინი აღდგომის გარდა იმისა რომ აღდგომაა დიდი დღესასწაული ეს თქვენ ტაძარში რაც ხდება ის ზეიმი ალბათ რა ვიცი გადამდებია ძალიან და იმედია რომ ეს მთელ თბილისში და მთელ საქართველოში მსგავსი რამ მოხდება და ჩვენ ამას ველოდებით ყველანი ჩვენ მივაძეთ იერუსალიმს და ზუსტად მსგავსად იმათი ესე ვაკეთებთ სანამ დაიწყება 11 საათზე ვიწყებ სვლელობას დაფთაფებით დიდი შეძახილებით და ულით საბურთალოს აი იმ პატარა უბანს ტაძრის ირგვლივ და გარშ ამ და აქ მოდის უამრავი ადამიანი საბურთალოდანაც და სხვა უბნებიდანაც რომ ამ საერთო სიხარულში მიიღოს მონაწილეობა და მე მიულოცოთ წინასწარ აღდგომა ქართულ ხალხს და ზოგადად მსოფლიოს და რას გვეტყოდით ბოლოს დალოცოს ღმერთმა ჩვენი ქვეყანა ჩვენი საქართველო
მთელი მსოფლიო დალოცოს ღმერთმა ამინ. და აღდგომის სიხარული არის უდიდესი სიხარული. ნუ ეს რო განიცადო, უნდა იყო ეკლესიური, უნდა იყო მორწმუნე და ნუ ყველას მოუწოდებ, რა თქმა უნდა, ვინც დაკლებული ამ სიხარულს, გახდნენ ეკლესიურები და ამ საოცარ აღდგომის დღესასწაულს ლის მადლს მოსწრებოდნენ. უღრმესი მადლობა მამაო, საოცარი ადამიანი ხართ და დიდი პატივია თქვენი ჩვენთან მობრძანება და მე იმეც ვიტოვებ, რომ კლავაც მობრძანდებით და გვექნება საშუალება თქვენი მოსმენის. დიდი მადლობა, მრავალს დაესწარით და მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.